მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და მეცხრე არხის პირდაპირ ეთერშია ток-შოუ დიალოგი მე რუსუდან გვარამაძე ვარ. თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და ასაკით შესაბამისი გაქვთ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამით თქვენ საშუალება გეძლევათ საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროთ. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო ან მისი წინამდებარე მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ რომ თქვენივე სიცოცხლე გადაარჩინოთ და თავიდან აიცილოთ ფატალური შედეგი, რომელიც დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გარდაუვალია. იმისთვის რომ ამ პროგრამის შესახებ მოსახლეობამ უფრო მეტი გაიგოს, ახალციხეში პროექტი ახალგაზრდების საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ხორციელდება. ეს არის დღევანდელი გადაცემის თემა, რომელზეც სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენთან ერთად არიან ბატონი ლევან ჯუღელი, სკრინინგ პროგრამის ეროვნული კონსულტანტი, მაკა მაღლაკელიძე, ახალგაზრდების საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ პროექტის კოორდინატორი. ჩვენთან ერთად არის აუდიტორია. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა ყველა სტუდიაში მობრძანებისთვის. ქალბატონო მაკა, თავდაპირველად თქვენგან დავიწყოთ აი ამ პროექტის შესახებ მინდა გვესაუბროთ, რომელიც ახალციხეში ხორციელდება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ მოგვეცით ეს საშუალება, რომ ჩვენი პროექტის შესახებ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი ორგანიზაცია არის შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორობა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და კონტროლისათვის. სწორედ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით და ამერიკის საელჩოს დემოკრატიული კომისიის გრანტის ხელშეწყობით ხდება სწორედ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც ახლა ჩვენი გადაცემა უნდა მივუძღვნათ. პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალციხის რაიონში ახალგაზრდების დახმარებით საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება. რას მოგცემთ ეს? რატომ გადაწყვეტეთ ახალგაზრდების ჩართვა ამ იცით რა არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ეს ერთი ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის და კულტურა უფრო ადვილი არის, რომ დაინერგოს ახალგაზრდა ასაკში და მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ადამიანს გაყვება და ეს სარგებლის მეც არაფერს მოუტანს. გარდა ამისა, ახალგაზრდები ისედაც უფრო ღია არიან ახალი ინფორმაციის მიღებისთვის და თანამედროვე ინფორმაციასაც უფრო ადვილად უღებენ ალღოს და შემდგომ მით უმეტეს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, როდესაც ყველა ქალი არის ამის რისკის ქვეშ, რომ და ყველა ქალს შეიარაღებული იყოს ინფორმაციით, რომ ეს არ დაემართოს, ახალგაზრდებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ დედებს, მეზობლებს, თავიანთ თავს მომავალში ამ ინფორმაციის წყალობით, თქვათ, რაღაცნაირად თავი დაიცვან და დანერგონ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. სწორედ ამიტომ ავარციეთ ახალგაზრდები. ამავდროულად პროექტი მოიცავდა იმასაც, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შედარებით უფრო შორს და ძნელად მიუსვლად სოფლებშიც გვინდოდა, მივსულიყავით და ხმა მიგვეწუდინა არა მხოლოდ ქართული მოსახლეობისათვის, არამედ სომხური მოსახლეობისათვის და სხვა უმცირესობებისათვის. და ამისთვის ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდები ისედაც უფრო ენერგიულები არიან, დროც მეტი აქვთ, ენთუზიაზმიც და შესაბამისად ამაში ისინი უფრო ადვილად დაგვეხმარებოდნენ. შევიმუშავეთ სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც ადაპტირებული არის ინფორმაცია, უახლესი ინფორმაცია, რასაც კი თანამედროვე სამედიცინო წყაროები გვთავაზობენ. ეს ბუკლეტი დამზადდა როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე და ახალგაზრდების დახმარებით მოხდა ამის გავრცელება. თუმცა ალბათ თვითონ უფრო მეც გეტყვიან მერე. კი ბატონო, სანამ ახალგაზრდებთან ვისაუბრებთ ამ საკითხზე, თქვენ მინდა ისე ვკითხოთ, აი როგორ და რა საშუალებებით მიგაქვთ აი ამ ახალგაზრდების გამოყენებით და საშუალებით უფრო სწორედ სწორი ინფორმაცია ბენეფიციარამდე. ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც თქვენ შეხვედრები ჩაატარეთ და ეს გარკვეული აქტივობები გქონდა. აქ უნდა აღნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ძალიან გაგვიმართლა, რომ ყავდა არაჩვეულებრივი პარტნიორი თვითონ ახალციხეში, დემოკრატ ქალთა საზოგადოება, რომ
ლებიც აბსოლუტური დიდი ენთუზიაზმით დაგვიდგნენ მხარში და მოახდინეს კიდეც ამ ახალგაზრდების მობილიზაცია, რომლებიც ეხლა უკვე ჩვენი პარტნიორები არიან. ამ საზოგადოების დახმარებით ჩვენ შევკრიფეთ სწორედ ის, ასე ვთქვათ, ჩვენ ვეძახით მათ ადვოკატებს, ახალგაზრდა ადვოკატებს, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღ წესს და შევქმენით ახალგაზრდების ჯანმრთელობის კლუბი, რომელიც არსებობს ამ დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან ერთად, მათი ფრთის ქვეშ, ასე ვთქვათ. და ეს ამ კლუბის მიზნებს ემსახურება, წარმოადგენს ის, რომ გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები ამ პროექტის ფარგლებში რამოდენიმე თვის განმავლობაში მოახდენენ ამ ინფორმაციის გავრცელებას მთლიანად ახალციხის რაიონში, ასევე ჩვენ მათ ვასწავლეთ და ასე ვთქვათ, შევძინეთ ისეთი ბლოგი, სოციალური მედიის ფლობის და მარკეტინგის სხვადასხვა თვისებები, ისე რომ ვთქვათ, პროექტის დასრულების შემდეგაც ეს ახალგაზრდები უკვე იმ უნარებით იქნებიან და ცოდნით შეიარაღებული, რომ გააგრძელონ ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ხოლო რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რითი ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ახალგაზრდებმა სწორი ინფორმაცია მიიტანონ, პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ თვითონ მიგვაქვს, ჩვენ თვითონ ვართ სამედიცინო, ასე ვთქვათ, განათლება გვაქვს და გვიმუშავია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, ასევე კლინიცისტებიც გვყავს მოწვეული, ანუ ძალიან ისეთი პროფესიონალების გუნდი მოვიყვანეთ და ამ მასალების შემუშავება იქნება თუ ტრენინგების ჩატარება, მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან ჩართული ამ პროექტში და ანუ ის ინფორმაციაც, რომლებიც ამ ახალგაზრდებს გადაეცემათ, არის აბსოლუტურად მტკიცებულებებზე დაფუძნებული, უახლესი, თანამედროვე და ვთვლით, რომ სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის უნიკალურობა და მნიშვნელობა, რომ საქართველოს რაღაც შეიძლება პატარა შორეულ სოფლებში, სადაც ესე შეიძლება ყოველდღიურად იმდენი საშუალება საინფორმაციო წყაროების ზიარების არ აქვთ მოსახლეობას როგორც თბილისში, ესე მარტივი სახით მიდის ეს ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელნი. და კიდევ ერთ დავსწრენ, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდა არა მხოლოდ ახალგაზრდების სენსიტიზაცია, არამედ ჩვენ ტრენინგები ჩავატარეთ ექიმებთანაც, მედიის წარმომადგენლებთანაც, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან ისეთი სრულყოფილი პროცესი იმისთვის, რომ ჩვენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ეროვნული სკრინინგ პროგრამის მოცვა გავზარდოთ ამ რეგიონში, ამიტომ საჭირო ერთობლივი ძალებით მოვახდინოთ ეს ყველაფერი. კი ბატონო, დიდი მადლობა. ჯანმრთელობის კლუბის წევრებთან მინდა გადავიდე კითხვით. საღამომშვიდობისა, ახალგაზრდებო, აი იმ აქტივობის შესახებ რომ გვესაუბროთ, რაც აი ამ პროექტის ფარგლებში განახორციელებთ. გისმენთ. მოგესალმებით, მე ანა ხუციშვილი, ჯანმრთელობის კლუბის წევრი. ჩვენ დავდიოდით ბავშვების სხვადასხვა სოფლებში. ვიყავით აგრეთვე არაქართულ ენოვარ სოფლებში, სადაც გვყავდა წაყვანილი თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა ყველა ინფორმაციას. ხალხი ძალიან ინტერესდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვაკეთებდით კეთილსაქმეს, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ თავიდან აიცვლონ კიბო თუ ამ სკრინინგს ჩაეტარებენ. ისინი იმდენად ინტერესდებოდნენ, რომ მისამართაც კი გვეკითხებოდნენ და ბუკლეტებიც ჰქონდა, რა თქმა უნდა, დამზადებული სომხურ ენაზე, რომლის წაკითხვაც მათ შეეძლოთ. და რა ვიცი, ხალხი ძალიან კმაყოფილიყო ამ პროგრამით. კი ბატონო, დიდი მადლობა, გასაგებია. სხვა წარმომადგენელსაც მოვუსმინოთ, საღამომშვიდობისა, გისმენთ. მოგესალმებით, მე ვარ სოფო ჯიშკარიანი, ამავე კლუბის აქტიური მოსწავლე. ჩვენ საზოგადოებაში დავარიგეთ ბუკლეტები, ხალხს გავაცანით ამ პროექტის შესახებ, გავავრცეთ ინფორმაცია ყელის კიბოს საშვილოსნოს ანუ ყელის კიბოს წინააღმდეგ და ხალხი დაინტერესებული იყო ამ ინფორმაციით და გახარებულიც იყვნენ. კი ბატონო, დიდი მადლობა. გისმენთ, აი თქვენ აი ამ პროექტში ჩართვამდე რა იცოდით? თუ იცოდით რამე საშვილოსნოს ყელის და ზოგადად აი ამ სკრინინგ პროგრამის შესახებ? გამარჯობათ, სამწუხაროდ არ ვიცოდი, როდესაც ჩავერთე, მაშინ გავიგე. ძალიან მომეწონა და აქტიური მონაწილე გავხდი. და ვცდილობდით გაგვეცნო ხალხისთვის, რომელიც სხვათა შორის ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. აი ძირითადად რა ინფორმაცია მიგქონდათ?
რომ იყო უფასო ვაქცინა, პაპ-ტესტი, ან გამოკვლევები და იყო ახალციხეში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი და შეეძლოთ ხალხს მისულიყვნენ კოსტავას 109-ში. კი ბატონო, გასაგებია და ზოგადად აი ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ აი რა ინფორმაცია გაქვთ აი ამ პროექტში ჩართვის შემდეგ? ასე იგი ანუ საშვილოსნოს ყელის შესახებ რა იცით, ასე ვთქვათ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს რისკ ფაქტორები, აი ამის შესახებ თუ შეგიძლიათ გითხრათ. ზოგადად საშვილოსნოს ყელის კიბოსის წვეს ნადირად გათხოვება და სხვა ძალიან ბევრ პარტნიორთან ურთიერთობა. ასევე კარგი, გასაგებია დანარჩენ დეტალებზე მედიკოსები და ის პირები ისაუბრებენ, ვისაც უშუალოდ ეხებათ. ბატონ ლევან, თქვენთან განვაგრძობ საუბარს, მანამდე მაყურებელს მინდა შევახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი 220901, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა. ბატონ ლევან, მოკლედ რომ გითხრათ სკრინინგის შესახებ ამ პროგრამაში. დიახ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას. და როგორც მოგესალმებათ, ავთვისებიანი სიმსივნების პროგრამა, რა ვიცი, ალბათ ნაწილი მოსახლეობის ჩემი ღრმარწმენით საქმის ყურშია, იმიტომ რომ ეს პროგრამა ხორციელდება 2008 წლიდან, 2008 წელში ჯერ დაიწყო თბილისში, ესე ვთქვათ, პილოტური პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის და თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. იყო საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგი და ძუძუს კიბოსკრინინგი, მაგრამ პროექტის წარმატების გამო მისი რეპლიკაცია მოხდა რეგიონებში და დღესდღეობით ესეთი მე ვიტყოდი ძალიან სასარგებლო პროგრამა ხორციელდება სამცხე ჯავახეთში, კერძოდ ახალციხეში, ქალთა დემოკრატ საზოგადოებაში და მე მინდა ვთქვა, რომ იგივე პროგრამა რაც ხორციელდება თბილისში, იგივე ხარისხი ჩვენი მიზანია, რომ ხარისხი როგორც რეგიონში, ისე თბილისში იყოს. ხარისხი გულისხმობთ აი შედეგების, გამოკვლევის შედეგებს, აი მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში ეს მარტივი პროცედურაა თვითონ სკრინინგი, ორიოდე სიტყვათ მიიღეს, სკრინინგი უნდა ჩაიტაროს არა რაღაც როდესაც სიმპტომები აქვს, არამედ სრულიად ჯანმრთელმა მოსახლეობამ 23-დან 25-დან 60 წლის ასაკის ქალბატონებმა, ძალიან მარტივი პროცედურაა და შემდეგ ნაცხის აღება ხდება გინეკოლოგის მიერ და ეს ნაცხი უკვე იგზავნება თბილისის ლაბორატორიაში და როგორც თბილისში ერთი პათოლოგანატომი, ისევე ახალციხიდან გაგზავნილი ნაცხის, ანუ ხარისხი რო იყოს ერთნაირი ჩვენი მიზანია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპული გაიდლაინების მეშვეობით, რა თქმა უნდა ადაპტირებული ქართული რეალობასთან, ასევე გვინდა ეს ძირითადად ფოკუსირება საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგზე, მაგრამ ძუძუს კიბოსკრინინგზე, როგორც ვიცით, შეიძინეს უკვე განახლებული მამოგრაფი და ძუძუს კიბო შესაძლებელი არის 40-დან 70 წლის ქალბატონებმა ყველამ ჩაიტაროს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამებ და ჯანმრთელმა ქალბატონებმა აუცილებლად როგორც სიმპტომები, როდესაც არა აქვთ ქალბატონებს შენიშვნული და აგრეთვე ამ ფირების გადაღების შემდეგ ცენტრალიზებულად იგზავნება ეს ფირები თბილისში და ჩვენი რადიოლოგები, როგორც თბილისის მოსახლეობისთვის, ისე კითხულობენ ახალციხის და მოსახლეობის, მაგრამ ახალციხის გარდა, რა თქმა უნდა, ეს უფასო გამოკვლევები შეიძლება ჩაიტაროს ადიგენის, ასპინძის მოსახლეობამ და რაც მთავარია, სრულიად უფასოდ. ამის საკმაოდ ძვირი პროცედურაა. დიახ, ძვირი პროცედურაა და ამის შემდეგ 95% საერთოდ ეს მტკიცებულება რო გვიცენებს, არაფერი აღმოჩნდება და 5% შეიძლება რაღაც მინიმალური გადახრები აღმოჩნდეს და ამის შემდეგ აუცილებლად საჭიროა ღრმა გამოკვლევების ჩატარება, რომლებიც ასევე უფასოდ არის შესაძლებელი. ამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალციხეში არ არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ღრმა გამოკვლევის ჩატარება უკვე უფასოდ შესაძლებელია ჩაიტაროს თბილისში და აგრეთვე მნიშვნელოვანია ეს ციკლი ბოლომდე დასრულდეს. ქალს რომ გადაიღებს ან სურათს ან აიღებს პაპ-ტესტს გინეკოლოგი, თუ გადახრა არის, თქვათ, პასუხი არის ატიპიური, აუცილებლად უნდა მიმართოს შემდეგ, რომ ეს დასრულდეს პროცესი, თორე შეწყვეტილ პროცესს ამ სკრინინგის მთელ ციკლში აზრი არა აქვს და მე მინდა
მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად სკრინინგი დაასრულოს ბოლომდე, რო თქვა ბოლომდე დიაგნოზი დასმული იყოს. რა თქმა უნდა, თუ ეს საშვილოსნოს ყელის კიბო არის, სკრინინგი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს პროფესიონალები ჩემს შემდგომში საუბრობენ, კიბოს აცილება. ანუ და რაც შეეხება ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვვლინოთ. ამ შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და რაც გაუხანძლიოთ ქალებს სიცოცხლეს და ეს არის სამწუხაროდ რეპროდუქციულ ასაკში ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ ამ მიზნობრივი ასაკის პოპულაციას მოუწოდებთ, რომ აქტიურად იყოს ჩართული. გარდა ამისა, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ აგრეთვე შესაძლებელია პროსტატის კიბოს სკრინინგი, ჩვენ უწოდებთ პროსტატის კიბოს რისკის მენეჯმენტს, ესეც მარტივი პროცედურაა. სისხლის აღების საშუალებით შეიძლება მამაკაცებმა მიმართონ 50-დან 70 წლამდე და კოლორექტული კიბოს სკრინინგი, როგორც ქალებმა, ეს მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ისე მამაკაცებმა 50-დან 60 წლის ასაკში შეიძლება მომართონ ცენტრს და ამის შემდეგ ჩაიტაროთ თქვათ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. მე ამ თემის გაგრძელება მინდა თქვენთან, მაგრამ მანამდე მაყურებელი რეკავს უპასუხოთ და განვაგრძოთ საუბარი. 220901-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დაარეკოთ და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა. საღამოშვიდობისა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს? ამ გამოკვლევების ჩატარება შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელსაც სექსუალური ცხოვრება არ აქვს დაწყებული? დიდი მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა. სავარაუდოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს გულისხმობს. ძალიან საინტერესო კითხვა, ამას უფრო დაწვრილებით ქალბატონი ნანა ილაპარაკეს ჩემს შემდეგ, მაგრამ თუ სქესობრივი ცხოვრება არ აქვს დაწყებული ქალბატონს, ამ პროგრამაში ვერ ჩაერთვება. ვერ ჩაერთვება. გასაგებია. და რაც შეეხება ძუძუს კიბოს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია თუ ასაკობრივ ჯგუფში შეჭრება, თავისუფლად ჩაიტაროს ეს გამოკვლევა. რისკ ფაქტორებიც რა ვთქვათ, ანუ ამ შემთხვევაში რისკი, თუ მას არ აქვს სექსუალური ცხოვრება დაწყებული ქალბატონს, რისკი იმისა, რომ საშვილოსნოს ყელი განვითარდეს, შედარებით ნაკლებია ალბათ, ხო? დიახ, ფაქტიურად ეს ისევ პროფესიონალები საუბრობენ ამის შესახებ, უშუალოდ გინეკოლოგები და ეს გადადის პაპილომა ვირუსიდან, რომელიც აღმოცენდება სექსუალური ცხოვრების შემდეგ. ამიტომ რისკი თითქმის მინიმუმამდე არის დაყვანილი. კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა, უფრო დეტალურად და ვრცლად თქვენ კითხვაზე პასუხს გინეკოლოგები გაასცემენ, ასე რომ დაგველოდეთ. ქალბატონი მარინა მოდებაძე, დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში, რომელმაც სტუდიაში მოსვლა ვერ შეძლო, თუმცა სატელეფონო ზარით ჩაგორდება. საღამოშვიდობისა, ქალბატონო მარინა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ გაგეხორციელებინათ ეს პროექტი და ჩართულიყავით მასში? სუდან მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მივესალმებით ტელემაყურებელს. მე თქვენი ხმა არ მესმის, მაგრამ ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ვერ ვესწრები თქვენს გადაცემას, მაგრამ საპატიო მიზეზი მაქვს ამისათვის და თქვენ შეკითხვას, რომელიც გადმოუცა თქვენმა თანაშემწემ, მე უპასუხებ ტელეფონის საშუალებით. ანუ ჩვენ ორგანიზაციას გინეკოლოგიური პროფილაქტიკური კლინიკა აქვს 2001 წლიდან. უფასო, ეს იმ პერიოდიდან, როცა ქალბატონებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო უფასო მომსახურება და ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ გაეფართოვებინა ქალბატონებისათვის ის სერვისები და მომსახურება, რაც მათ ჯანმრთელობას უკეთეს გახდიდა და იქნებოდა პროფილაქტიკური ხასიათის და შემდეგ ჩავერთეთ ჩვენ სკრინინგ პროგრამაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად, როგორც პარტნიორი და ვახორციელებთ სკრინინგ პროგრამას, რაც ჩვენი სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი პროგრამა არ ხორციელდება, ამ სერვისის მიმწოდებლები ვართ ჩვენ და მამოგრაფის აპარატი, როგორც ასეთი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია და შეგვიძლია მოვემსახუროთ ქალბატონებს, პრევენცია გავაკეთოთ როგორც მკერდის კიბოს, ასევე საშვილოსნოს ყელის და შემდეგ ჩვენ გასული წლიდან დაგვემატა
პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგიც, რაც საშუალებას აძლევს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც, რომ ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები და დროულად გამოავლინონ ის კიბოს წინამდებარე დაავადებები, რომლებიც შეიძლება შემდეგში ლეტარული შედეგით დამთავრდეს. ჩვენ კი საშუალებას აძლევს იმისას, რომ მათმა დროულად ჩაიტანონ მკურნალობა და გაიხარჯლონ თავიანთი სიცოცხლე. ეს ძალიან მოკლედ, რაც შემიძლია მე გითხრათ სატელეფონო ზარის საშუალებით და ამავდროულად მადლობა გადაუხადო თქვენ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან და იღწვიან იმისათვის, რომ სამცხე-ჯავახეთში ფართოდ დაინერგოს ეს პროგრამა და რაც შეიძლება მეტმა ბენეფიციარმა მიიღოს უფასო მომსახურეობა, ხასუსა უფასო მომსახურეობა და ჩაიტაროს კვალიფიციური კვლევა იმისათვის, რომ ჯამრთელი იყოს და ჯამრთელი თაობები აღზარდონ შემდეგ ქალბატონებმა. ერთხელ კიდევ თქვენს დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აი ამ თემით დაინტერესდით. სხვა დროსაც თქვენ გაგიშუქებიათ ეს თემა, ეხლა კიდე აშუქებთ და ალბათ მომავალში კიდე გააშუქებთ და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ პროგრამის შესახებ და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროგრამაში და ქალბატონების სამედიცინო კუთხით კულტურა ჩამოყალიბდეს ისე, რომ სანამ დაავადება თავს შეგვახსენებს, მანამ დავიწყოთ მასზე ზრუნვა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, ქალბატონი მარინა, სტუდიაში გელოდებით ამ თემაზე სასაუბროთ მომავალში. ქალბატონი მარინა მოდებაძე, დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი იყო პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზზე. ბატონ ლევან, ისევ მოკლედ მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რომელზეც ვსაუბრობდით, რეგიონის მოსახლეობის აქტიურობა ზოგადად, აი თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ იმ პერიოდში, რა პერიოდ უკვე რაც დაიწყო ამ სკრინინგის პროგრამა ახალციხეში. ეს მაჩვენებელი თქვენთვის რის მტკნელია? ცოტა პირველ რიგში ქალბატონ მარინას მოვახსენოთ დიდი მადლობა გაწეული თანადგომისათვის და პარტნიორობისათვის. მან აიღო ესეთი ლიდერობა, რომ 2008 ცოტა მოგვიანებით შემოერთა მაგ პროგრამაზე. მისი თავდადებით, თქვათ, დონორულთან ორგანიზაციებით მან ეხლა უკვე როგორც კი მეორე მამოგრაფის საშუალება არის უფრო თანამედროვესი. ეს ძალიან მოკლედ, ხოლო რაც შეეხება თქვენ შეკითხვებს, ჩვენ იმიტომ წამოვიწყეთ ეს პროგრამა, იმიტომ ავირჩიეთ ახალციხის რეგიონი, თვითონ რაიონი, რომ სამწუხაროდ სხვა რაიონებში და მათ შორის ახალციხეში მოცვა თბილისთან შედარებით არის დაბალი, მაგრამ მე როგორც ვიცი, ეხლა ნელ-ნელა უკვე იზრდება, თქვათ, მონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ და რაც თავარია ახალგაზრდების გააქტიურებით, უფრო თქვათ, მოცვის მაჩვენებელი გაიზრდება, რაც ქვაკუთხედია ამ სკრინინგული პროგრამის წარმატების, ანუ თავარია, რომ რაც ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება ეს ჯამრთელი მოსახლეობის რუტინული გამოკვლევებში მაქსიმალურად იყოს ჩართული ეს მიზნობრივი პოპულაცია. კი ბატონო, გასაგებია. ქალბატონ მაკა, თქვენ სავარაუდოდ ეს პროექტი წამოიწყეთ მას შემდეგ, რაც შეხედეთ, რომ ისე არ აქტიურობდა საზოგადოება, როგორც უნდა ეაქტიურა ახალციხეში. ყოველ შემთხვევაში ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევა ჩაიტაროს სრულიად უფასოდ და შესაბამისად შენი სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნა. აი, მაინტერესებს შედეგები დაახლოებით გვაქვს უკვე, რაც დაიწყეს ახალგაზრდებმა ეს აქტიური პროპაგანდა ამ პროგრამის დაახლოებით. იცით რა არის შედეგები ჩვენ პროექტის დასაწყისში ჩვენ როგორც ახალგაზრდებს ჩაუტარეთ, ასე ვთქვათ, საწყისი რაღაც პატარა გამოკვლევა გავაკეთეთ და კითხვარები შევავსეთ. ანალოგიური კითხვარები გამოვიყენეთ პირველად ჯანდაცვის ექიმებთან და მედიის წარმომადგენლებთან. პროექტის ბოლოს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ
კიდევ ერთხელ დავარიგოთ ეს კითხვები, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ნახოთ ჯერ რაც თავარი ამ ჩვენს პირველად სამიზნე ჯგუფში თუ გაიზარდა ინფორმირებულობა ამ თემების ირგვლივ. ხოლო რაც შეეხება ზოგადად, ანუ ჩვენი ზოგადად შედეგებს, შეიძლება იყოს თქვათ ორგვარი, ხო, თვითონ საშუალო სწყელის კიბოს ეროვნული სკრინინგ პროგრამის მოცვა და მეორე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ხა ამის რო გითხრათ მტკიცებულებაზე დაფუძკვლევა, ცალკე ამაზე არ ჩაგვიტარები ამ 6 თვის განმავლობაში. თუმცა თუ დავაყრდნობით იმას, რასაც ჩვენი ახალგაზრდა ადვოკატები იძახიან და რასაც ზოგადად ასე ვთქვათ განწყობა არის აქ, რომ ადამიანების ინტერესი არის ძალიან მაღალი და ჩვენ მე პირადად შემიძლია ვთქვათ თვითონ იმ ბავშვებთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ხშირად ამ სკოლებში, სოფლებში ჩვენც დავდიოდით, ჩვენც ხვდებოდით ბავშვებს სკოლებიდან, აბსოლუტურად ვხედავ, რომ ეს იმდენად მაღალი არის ინტერესი და იმდენად ესეთი დეტალური კითხვები აქვთ და ანუ ზერელეთ არ უყურებენ ამ ყველაფერს, რომ მე ვარაუდობ, რომ წესით შედეგი კარგი უნდა იყოს ინფორმირებულობის ამაღლების თვალსაზრისით, ხოლო რაც შეეხება სკრინინგ პროგრამის მოცვას, ეხლა ამ რამოდენიმე თვის ვთქვათ სტატისტიკა არ გვაქვს, რომ ციფრებით გესაუბროთ, მაგრამ ამ ყველაფრის ვარაუდით, სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის მიზანიც, რომ ეს უნდა გაიზარდოს, მაგრამ სტატისტიკაც გვექნება უფრო დაწვრილებით, ალბათ ჩვენ თანამშრომლობთ სკრინინგ პროგრამასთან ბატონი ლევანი იტყვის ალბათ პრომეთს და შემდეგ ქალბატონ ნათია კირთაძესთანაც გავარკვევთ, დაახლოებით გაიზარდა თუ არა, ეს ცოტა მოგვიანებით, მანამდე ბატონ ლევან დაამთავრეთ და შემდეგ შემოგვიერთდება სხვა სტუმრები. ხო, არა, ჩვენ ველოდებით აი მაგამ როგორც მოგახსენა, რომ თქვათ, ეხლა უკვე რაღაც ნაბიჯ იზრდება, როგორც გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან ეს მოცვა, მაგრამ ამას დაემატა, რომ არის Facebook-ის გვერდი, არის იქნება ძალიან მალე ვებსაიტი და უკვე ახალგაზრდებიც არიან შესაბამისად გადამზადებულები, რომ მათ გაავრცელონ ეს ინფორმაცია, თქვათ, მათ ნათესავებში, ახლობლებში, სკოლებში და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეროვნული პროგრამაც თავისთავად ახორციელებს თავის აქტივობას, რომ გარდა მარტო ეს პროგრამის კი არა, იგივე ჯანმრთელობის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა ჩაერთოს ამ სკრინინგის პროგრამაში და უშუალოდ ალბათ ქალთა დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი მოგვახსენებს ამ ბოლო შედეგებს. კი ბატონო, თუმცა სანამ შედეგებზე ვისაუბრებთ, მაყურებელი რეკავს დიდხანს მოვალოდინებს უპასუხოთ და აუცილებლად ვისაუბრებთ ამ შედეგებზეც. საღამოშვიდობისა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშვიდობისა, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ. შეგიძლიათ დასვათ კითხვა, გვესმის თქვენი. ეცდება იმედია მაყურებელი კიდევ დაკავშირებას. მანამდე მინდა ქალბატონი თამარ ალიბეგაშვილის ინტერვიუს მოვუსმინოთ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის კოორდინატორი და შემდეგ დაუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. პრევენციულ მეთოდებად დღეს საშუალო სწყელის კიბოსთან მიმართებაში აღიარებულია ეგრეთ წოდებული პირველადი პრევენცია, ვაქცინაცია და მეორადი პრევენცია, ანუ სკრინინგი, ანუ ადრეული გამოვლენა კიბოს წინამდგომარეობის. დიახ, საშუალო სწყელის კიბო არ ვითარდება ეგრეთ წოდებული პირველივე ეტაპზე ინფიცირებიდან. მას წინ უსწრებს ძალიან ხანძლივად მიმდინარე კიბოს წინამდგომარეობა და ის სკრინინგის მთავარი არსი არის იყოს გამოვლენილი ეს კიბოს წინამდგომარეობა. მოხდეს მისი ადეკვატური მართვა, მკურნალობა იმისთვის, რომ არ მივიღოთ ამ კიბოს წინამდგომარეობიდან
საშუალო სყელის კიბო. თითქმის ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს საშუალო სყელის კიბოს სკრინინგი და ის არის დაფუძნებული ჩვენთან ციტოლოგიურ მეთოდზე, ეგრეთ წოდებულ პაპ ტესტზე და მოიცავს 25 ასაკიდან 60 წლის ასაკის ქალბატონებს სამწლიან სკრინინგ ინტერვალით. ეს ნიშნავს, რომ ქალი თუ მას პაპ ტესტი ჰქონდა ვარყოფითი, აუცილებლად 3 წლის შემდეგ კიდე უნდა იყოს შემოწმებული, თორე იქ ქალებში, სადაც უკვე პაპ ტესტი არის პოზიტიური, იქ უკვე მიმდინარეობს აი ამ ჯგუფის უფრო გაღრმავებული კვლევა, კოლპოსკოპიური კვლევა, ბიოფსია და საჭიროების შემთხვევაში უკვე შემდგომი მკურნალობა. პირდაპირ ეთერში ქალბატონი ნანა გვეტაძე ეროვნული სკრინინგ ცენტრის წამყვანი გინეკოლოგი შემოგვერთა. ქალბატონი ნანა, თქვენგან მინდა დავიწყო რისკ ფაქტორებზე რომ ვისაუბროთ, იმ საშუალო სყელის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორებზე მოკლედ. როგორც უკვე მოგახსენეთ, დამტკიცებული 1995 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა საშუალო კიბოს გამომწვევად პაპილომა ვირუსი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც უწყობს ხელს ამ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრას და მის აქტივობას, ყველა ეს რისკ ფაქტორები არის საშუალო სყელის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორები. ეხლა რა გზით ხდება ორგანიზმში პაპილომა ვირუსი? პაპილომა ვირუსი ძირითადად ხდება ქალის ორგანიზმში სქესობრივი გზით, თითქმის 100%-ით. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყება იმ ფაქტორების არცოდნით, რომელიც ესე იგი ხელს უწყობს ამ კიბოს განვითარებას, თავისთავად ხელს უწყობს ამ კიბოს ჩამოყალიბებას. მეორე, ეს არის ბევრი სქესობრივი პარტნიორი. მესამე, ეს არის დაუცველი სქესობრივი აქტი. კერძოდ ბარიერული კონტრაცეპტივით ან სპეციალური არსებობს ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებიც მეტნაკლებად იცავენ. 100%-იანი დაცვა არ არსებობს, მაგრამ რისკის შემცირება ხდება. შემდგომ ეს არის თამბაქოს მოხმარება. დამტკიცებულია, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს ადგილობრივად იმუნიტეტის დაქვეითებას საშუალო სყელში, რაც უწყობს პაპილომა ვირუსის აქტივობას. და გარდა მაგისა, ის სხვა დაავადებები, რომელიც შეიძლება არ იყოს პაპილომა ვირუსით გამოწვეული, მაგრამ იყოს ინფექციური დაავადებები, როგორც არტიხომონიაზი, სოკო, გარდნერელა და ასე შემდეგ. ესენი უბრალოდ უწყობენ უკვე მოხვედრილ პაპილომა ვირუსის გააქტიურებას, იმიტომ რომ ამ დროს ხდება საშუალო სყელის ლორწოვანის დაზიანება და შესაბამისად ეს ვირუსიც უფრო აქტიურდება. გარდა ამისა, ხელს უწყობს მრავალი მშობიარობა და იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითება, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული არაჯანსაღი ცხოვრების წესით, ანუ დარღვეული რეჟიმი, ძილღვიძილის, კვების, გადაღლა და სპეციალური ზოგიერთი პრეპარატის მიღება, რომელიც ვთქვათ არის სხვა დაავადებისთვის, პაციენტისთვის დანიშნული და იწვევენ ეგრეთ წოდებულ იმუნოსუპრესიას, ანუ იმუნიტეტის იძულებით დათრგუნვას. კიდე რა შეიძლება ჩამოთვალოთ აქ რისკ ფაქტორებიდან ის, რომ გინეკოლოგთან იშვიათი მიმართვიანობა. იმიტომ რომ იმ დაავადებების, როგორც სამხრები დაავადებების გამოვლენა ხდება უფრო გვიან, ასევე იმ ცვლილებების გამოვლენა ხდება, რომლებიც გარკვეულ რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ აი შემდგომში. მადლობა ქალბატონი ნანა, მაყურებელი დიდი ხანია გველოდება, უპასუხოთ და გამოვიდოთ საუბარი. საღამოშვიდობისა გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. ალო. დიახ, გვესმის თქვენი. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ისა თუ შეიძლება სხვა რაიონიდან მოვიდეს თქვენთან პაციენტი და მიიღოთ უფასოდ. აი ასპეზიდან, ადიგეიდან. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის.
დიახ, გასაგებია თქვენი კითხვა. დიდი მადლობა გიპასუხობენ. ამაზე მე გაგცემთ, რომ ზოგადად ეროვნული სკრინინგ პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეროვნული სკრინინგ პროგრამის ნებისმიერ სუბკონტრაქტორ დაწესებულებაში ჩაიტაროს ეს უფასო გამოკვლევა. უბრალოდ გეოგრაფიული ასე ვთქვათ, ხელსაყრელობის გათვალისწინებით ეს ასპექტის გათვალისწინებით უпроსტად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არის ეს სკრინინგ ცენტრის ჩატარების პუნქტები და უფრო ძირითადად ისე ხდება ხოლმე რომ ადამიანებს რა თქმა უნდა უფრო უადვილდებათ სადაც უფრო ახლოს არის იქ ჩატარება, მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეუძლია მოვიდეს და კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ არა მარტო მიმართოთ ახალციხის დემოკრატ ქართულ საზოგადოებას, არამედ თუ თქვენთვის უფრო ხელსაყრელია, ჩაიტაროთ ეს გამოკვლევები თბილისში ან სხვა სკრინინგ ცენტრში. დიდი მადლობა ზარისთვის. 220901 ჩვენი ტელეფონის ნომერი. კი ბატონო, აუდიტორიასთან მინდა გადავიდე კითხვით, წეგან მოსახლეობის მომართვიანობის რაოდენობაზე ვსაუბრობდით. ამიტომ მე მინდა ნათია კირთაძეს რეგისტრატორს ვკითხო, საღამოშტობისა ნათია. თქვენ თუ აისახა ასე ვთქვათ, აი ამ პროექტის განხორციელება თქვენთან მომართვიანობის რაოდენობაზე, ანუ გაიზარდა, შემცირდა, დაახლოებით რომ გითხრათ ეს სტატისტიკური მონაცემები. არის თითქმის სტაბილურია. არის მომენტები, როცა მომატებულია ქალბატონების მომართვიანობა. არის საკმაოდ მომატებული მამაკაცებში პროსტატის კიბოს სკრინინგზე. უფრო მეტი მამაკაცები არიან, ქალებიც ასევე აქტიურობენ. ეხლა უფრო გაიზარდა მომართვიანობა შესაბამისად ვიდრე ადრე იყო. აი რაზეა დამოკიდებული თქვენ აღნიშნეთ რომ პერიოდულად იმატებს მომართვიანობა. აი ეს რაზეა დამოკიდებული, როგორ ფიქრობთ? უფრო ალბათ იმაზე, როგორც თვითონ პაციენტები აღნიშნავენ ხოლმე, რომ აი სოფლებიდან დადიან ძირითადად და ანუ როცა ცალიათ. გასაგებია. ანუ წლები რომ შევადაროთ, თქვათ წინა წლებში, გასულ წლებში იყო უფრო აქტიურობა თუ პირიქით, აი თანდათან იზრდება მოსახლეობის ინფორმაცია და შესაბამისად რა. თანდათან უფრო იზრდება, იმიტომ რომ მოსახლეობაში უფრო ვრცელდება ინფორმაცია და საზოგადოება არის ინფორმირებული სკრინინგ პროგრამის შესახებ. შესაბამისად უფრო იზრდება. გარდა ამისა, ვთქვათ, რა პროექტზეც საუბრობთ და რაც ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში, სხვა რა საშუალებებით ავრცელებთ ინფორმაციას, რომ თქვენთან კეთდება უფასო სკრინინგი პროგრამა? მოგახსენებთ, დემოკრატ ქალთა საზოგადოება ატარებს სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, ტელევიზიის სახით გავავრცელეთ ინფორმაცია, ასევე საგაზეთო სტატიითაც გავავრცელეთ ინფორმაცია, კიდევ დავარიგეთ მოსახლეობაში ბუკლეტები, ასე რომ საზოგადოება არის ინფორმირებული ამ პროგრამის შესახებ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ინფორმირება იმდენად არაფერია, რამდენადაც თვითონ საზოგადოების მიმართვიანობა ექიმთან არის უფრო ნაკლები. სანამ რაღაცა არ ატკივდებათ, მანამ არ მიმართავენ ექიმს და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ საზოგადოება მიმართოს ექიმს მაშინ სანამ ანუ დაავადებულები გახდებიან ისინი, რადგან ავიცილოთ თავიდან სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები და ჩავიტაროთ. აი ეს როგორ უნდა დავძლიოთ, აი ეს დაძლიოს საზოგადოებამ, რა არის ამისთვის აუცილებელი, რომ გააქტიურდნენ და ვთქვათ, გადალახონ აი ეს ბარიერი, რასაც ექიმთან მისვლა ქვია. შესაძლოა ბევრმა იცის პროგრამის შესახებ, მაგრამ რაღაცა საკითხების გამო თავს იკავებენ, ხო? აი ბევრისგან გამიგია მაგალითად რომ მეშინია პირადად მე მაქვს ეს ინფორმაცია გავრცელებული რომ ახალციხეში კეთდება აი ამაზე პაპ-ტესტები და ასე შემდეგ და თუნდაც ჩემი ნაცნობებს უთქვამთ რომ მეშინია იქ რაიმე ცუდი პასუხი არ ამოვიდეს და აი ამის გამო ვერ მიდიან ექიმთან. აი როგორ ფიქრობთ ეს როგორ უნდა დავძლიოთ საზოგადოების ეს განწყობა? პირიქით იცით რა არის, რაც უფრო მალე ჩავიტარებთ ნაადრევ კვლევას, მით უფრო ადვილად მოვახერხებთ იმ რაღაცა ცუდი პასუხის ქონის შემთხვევაში დაავადების აცილებას თავიდან. ხო, ამიტომ აუცილებლად ჯანმრთელმა ადამიანებმა, რომელსაც არ გვაწუხებს არაფერი, უნდა მივმართოთ სკრინინგ პროგრამას, მანამ სანამ რამე შეგვაწუხებს. თავიდან ავიცილოთ კიდევ ვიმეორებ ონკოლოგიური დაავადებები.
დიდი მადლობა. ქალბატონი მანანა ვენგრჟანოვიჩი, ექიმი გინეკოლოგი, რომელიც უშუალოდ უტარებს ქალბატონებს პაპ ტესტს. საღამოშობისა ქალბატონო მანანა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, თუმცა ერთხელ კიდევ საინტერესოა იმ სკრინინგული კვლევით, მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა ან წინამდებარე მდგომარეობა, როგორც ქვია ერთი სიტყვით, მხოლოდ ამის გამოკვლევა ხდება, თუ არის კიდევ სხვა დაავადებები, რომლის შესახებაც შესაძლოა გაიგოს თქვენთან მოსულმა ქალბატონმა. მოგესალმებით. მე ვარ მანანა ექიმი ვენგრჟანოვიჩი, ვმუშაობ დემოკრატ ქალებში ექიმ გინეკოლოგად. ეს კლინიკა მდებარეობს კოსტავას 109 ნომერში. ყველა მსურველებს შეგიძლიათ მოგვაკითხოთ და აიღოთ პაპ-ნაცხი საშვილოსნოს ყელიდან. ეს ანალიზი გვიჩვენებს არა მარტო ონკოლოგიურ დაავადებას, ანალიზის პასუხში მოდის კიდე კიბოს წინამდებარე დაავადებების პასუხები, то есть ეს შეიძლება იყოს ტრიხომონიაზი, ანთებითი პროცესი და ასე შემდეგ. გასაგებია, ქალბატონო მანანა, შემდეგ როგორ ხდება და სად ხდება მკურნალობა, ანუ თქვენ ამისამართებთ თბილისში, სადაც უფრო ღრმა გამოკვლევები ტარდება, როგორც ბატონი ლევანი ამბობდა, თუ თქვათ ადგილზევე ხდება გარკვეული დახმარების და კონსულტაციების გაწევა? თუ ესაჭიროება ამატყობს უფრო ღრმა გამოკვლევა, ჩვენ ვაგზავნით თბილისში, მაგრამ თუ შესაძლებელია მაგის მკურნალობა ადგილზე, ჩვენ მკურნალობთ კლინიკაში. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა, ამ შემთხვევაშიც რომ ვისაუბროთ ზოგადად შედეგებზე, რომ ვისაუბროთ გამოკვლევის შედეგებზე, ძირითადად როგორია ტენდენცია, ანუ ხაზი მინდა გაუსვათ იმას, რომ თქვათ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილა, თქვათ აი ამ გამოკვლევების შედეგად ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილა კიბო და შემდეგ მკურნალობის შემდეგ დაძლეულა ეს პრობლემა. აი ასეთ შემთხვევებზე რომ ვისაუბროთ, რომ ცოტა უფრო საზოგადოებაში ეს სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ აი უკვე აშკარა კიბო, რასაც ქვია, ხო, ასეთი არის ძალიან იშვიათად. ჩავხედავთ, ვთქვათ, ჩავდგამს არკეთს კიბო აღმოჩნდა, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა. ამიტომ როდესაც ქალბატონები მოდიან გამოკვლევაზე, ხო, ამის რისკი, რომ მათ ასე დიაგნოზი პირდაპირ დაესვათ, არის მინიმალური. ამიტომ ამით ეს შიში უნდა დაძლიონ. ძირითადად სკრინინგ პროგრამის დროს ხდება აღმოჩენა იმ სტადიაზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე წლით ადრე გავაკეთოთ თუნდაც ამის პროგნოზირება, ან არის იმ სტადიაზე, როდესაც აბსოლუტურად ქალი შეიძლება განიკურნოს ამ დაავადებისაგან. ამიტომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსახლეობაში უნდა დაიძლიოს ეს შიშის მომენტი. შიში რომ რამე აღმოაჩნდება, მეორე რომ რამე ეტკინება, იმიტომ რომ პროცედურა არის, ინდივიდუალურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში არის მტკივნეული, იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი ნაცხის აღება. პაპ ტესტი ეს არის უბრალოდ გამოკვლევის მეთოდი, რომელიც არის პაპა-ნიკოლაუს მიერ 1940 წელს აღმოჩენილი შეღებვის მეთოდი. ანუ პაციენტისთვის ეს არის ჩვეულებრივი ნაცხის აღება, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა გინეკოლოგთან და აუღია ნაცხი, აი შეგრძნება პაპ-ნაცხის აღების დროსაც. კი ბატონო, ამიტომ ეს მომენტები უნდა იყოს დაძლეული მოსახლეობაში. კი ბატონო, აი ამ პაპ ტესტის პასუხში თუ იყო არასასურველი პასუხი პაციენტისთვის, აი ამ შემთხვევაში რა გამოკვლევები კეთდება თბილისში? პირველი მომართვიანობა არის ის, რომ ჩვენ ესე ვიღებთ ნაცხს, ვსინჯავთ ქალბატონს, შემდეგ ეს ნაცხი 2 კვირის განმავლობაში, ესე იგი, პასუხი არის 2 კვირის შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ რაიმე უჯრედული ცვლილებები მაინც არის, აქ უმნიშვნელო ცვლილებებზეც არის ლაპარაკი, აქ არ არის ლაპარაკი არც კიბოზე და არც არაფერს, ხო? აი იმ რაღაცა ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული პაპილომა ვირუსით, იმიტომ რომ თითო ვირუსი კი არ ჩანს ამ პაპ ტესტში, ჩანს მის მიერ გამოწვეული ცვლილებები. ამ შემთხვევაში ყველა მინიმალური, ვთქვათ, ესეთი ცვლილებების შემთხვევაშიც ინიშნება პაციენტს მიკროსკოპული გამოკვლევა ყელის. რომელიც ასევე არის უმტკივნეულო, ასევე ჩვეულებრივად იდგმება სარკე, რა თქმა უნდა, არის უფასო ამ შემთხვევაში, როდესაც ენიშნება ამ შემთხვევაში ეს გამოკვლევა და უბრალოდ სპეციალური შეღებვის მეთოდების საშუალებით დგება უფრო დიაგნოზი ზუსტდება. შეიძლება შემდგომ ქალბატონს დაჭირდეს პატარა მცირე ქსოვილის აღება შემდგომი მორფოლოგიური კვლევისათვის, რომელიც ასევე უმტკივნეულოა.
ის იგზავნება ისევ მორფოლოგიურ ლაბორატორიაში, იმის შესაფერისი პასუხის შემდგომ უკვე იგეგმება რადიკალური ჩარევა. ეს არის სრული გამოკვლევა, ეს არის სრული გამოკვლევა, რომელიც ეხება საშვილოსნოს ყელს. უბრალოდ თვითონ პაციენტები მოდიან, ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, რომ ეს არ არის უფასო რაღაც ჰუმანიტარული გამოკვლევები. ეს არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის პროგრამა. რაც ეხება ყელს, ხდება ყველაფერი კეთდება. კი ბატონო, ქალბატონო მაკა, სანამ თქვენთან განვაგზავნებ საუბარს, ისევ ზარია პირდაპირ ეთერში საღამოშტობისა გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა, ძალიან მიხარია გადაცემას რო ვუყურებ და ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ. ეხით რა მაინტერესებს, ახალციხეში როგორც მახსოვს ის აპარატურა, რომლითაც ამ დაავადებას იკვლევდნენ, წყობრიდან იყო გამოსული, არ მუშაობდა და თუ მოხდა აღდგენა ახალი ახლის შეძენა, ეს მაინტერესებს. მადლობა. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. ამაზე ალბათ უშუალოდ დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლები გიპასუხებენ. თუ არ ვწდები, მკერდის კიბოს სკრინინგის აპარატზე იყო საუბარი. დიახ, ამაზე ჩვენ გადაცემაშიც გვისაუბრია. გისმენთ. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ შევიძინეთ სულ ახალი აპარატურა, მამოგრაფის აპარატი, რომელიც ძალიან მალე განაახლებს მუშაობას და შეუძლიათ მოგმართონ გაიკეთებენ ძოძოს კიბოს სკრინინგი. დაახლოებით როდის დაიწყება მამოგრაფის აპარატი? მუშაობს, უკვე მუშაობს, შეუძლიათ ნელ-ნელა, უკვე გავრცელდა ნელ-ნელა საზოგადოებაში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დილის 10 საათიდან 2:30-მდე მობრძანდნენ და გაიკეთონ კოსტავოს სასურაში. ასევე მინდა ტელეფონის ნომერი თქვა ჩვენი ორგანიზაციის 221387, სადაც შეუძლიათ დარეკონ, ჩაეწერონ წინასწარ, ზოგი არის რომ ვერ ახერხებს, ან ექიმი არ არის ხომი ამ დროს. დარეკონ და ჩვენ აუცილებლად მომემსახურებით ნებისმიერ დროს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ქალბატონო მაკა, ჯანმრთელი ცხოვრების წესია ერთ-ერთი ალტერნატივა იმისგან, რომ თავი დავიცვათ ამ ვერაგი დაავადებისგან, რასაც საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქვია. აი, რამდენიმე სიტყვით ამაზეც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელს. რა თქმა უნდა, ზოგადად მე მგონი ჯანმრთელი ცხოვრების წესს ახალი ამის პროპაგანდაში არაფერი არ არის, მაგრამ საინტერესო და აუცილებელია. და ვიცით ეს რამდენად ზრდის ზოგადად სიცოცხლის ხარისხს და ყველაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასთანაც საინტერესო არის. ერთის მხრივ შეიძლება იფიქრო, რომ თქვათ პირდაპირ კავშირში რატო უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს არის. გინდათ ბრძანეს აქ უკვე კლინიცისტებმა, რომ მაგალითად თამბაქოს მოხმარება. კი, ვიცით, რომ ძალიან ცუდია ზოგადად ორგანიზმისთვის და პირველი რაც თავში მოსდის ადამიანს, ეს არის ფილტვის კრიბო და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ამ შემთხვევაში კვლევები უწყება, რომ თამბაქოს მოხმარება უშუალოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთი რისკის ფაქტორიც არის, იმიტომ რომ კანადის კიბოს ასოციაციის მიხედვით, მათ კვლევებს თუ დავაყრდნობით, არის ის მონაცემები, რომ თამბაქოს მოხმარება ზრდის დისპლაზიისკენ მიდრეკილებას ადამიანის საშვილოსნოს კედელში, რომელიც მერე ბევრად უფრო დიდი შანსია, რომ წევალ ქალებს განვითარდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი. ასევე ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის საშვილოსნოს ყელის კიბოზე, მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი და არა ზოგადად სხვა დაავადებებზე, რაზეც ცხადია, რომ ჯანსაღის ცხოვრების წესს ისედაც აქვს გავლენა. არის ჭარბი წონა. რაც პირველი შეხედვით შეიძლება ასევე არ იფიქრო. ჭარბი წონის პრევენციისთვის კი ვიცით, რომ საუკეთესო საშუალება არის მოძრაობა. ნებისმიერი სახით, ეს შეიძლება იყოს ცეკვა, ვარჯიში, სპორტი, უბრალოდ ფეხით სიარულის, რაც არის, გინდათ თქვენ რეგიონში მაგალითად ესეთი ლამაზი ბუნება არის, ფეხით სიარული, სეირნობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა ეს და ასევე ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ადამიანებმა იცოდნენ ინფორმაციაც კი არ აქვთ, რა არის ზოგადად აი ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპონენტები, მაგალითად ჯანსაღი კვების, იმიტომ რომ მით უმეტეს ხშირად წააწყდებით ხოლმე, რომ რეგიონებში შეიძლება გინდაც უფრო ძვირფას პროდუქტებად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მოვიხსენიებ ამ ტერმინს, ითვლებოდეს ზეხვეული, რაღაცა ისინი ორცხობილები დაპაკეტებული. ამ დროს რაც ბუნებრივად იქ მოდის და მით უმეტეს თქვენი რეგიონი როგორი მდიდარი არის ამ ყველაფრით, ხო? ის რაღაცა მცენარეები, კარტოფილი, თაფლი, თევზი, ხილი, ვაშლი, რაც ისედაც
არის აქ, შეიძლება ადამიანები თვლიდნენ, რომ ეს ის არ არის და ეტანებოდნენ იმ პროდუქტს, არა და მთლიანად მთელს მსოფლიოში და მით უმეტეს განვითარებულ სამყაროში და მილიარდი კვლევა ამას გვეუბნება, რომ რაც უფრო ბუნებრივ პროდუქტ შეჭამ, რაც უფრო ეს არ იქნება პაკეტებში შეფუთული და კონსერვატებით მდიდარი, კიბოსგანაც კი უშუალოდ სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჭარბწონას და სხვა პირდაპირ ისეთ კომპონენტებს, კიბოსგანაც კი უფრო თავდაცული იქნება და მათ შორის საშუალოსნოს წყლის კიბოსგან. ანუ ეს ინფორმაციაც რაც ჩვენ ამ პატარა ბუკლეტში შევიტანებთ. ეხება არა მხოლოდ საშუალოსნოს წყლის კიბოს, არამედ ზოგადად ამ ცხოვრების ჯანსაღწევს და თუ რა გავლენაში არის. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონო მანანა, თქვენ მინდა ისე ვკითხოთ, რამდენად უტყუარია ამ პაპ ტესტების პასუხები, ასე თუ ისე და იმ შედეგებზე რომ ვისაუბროთ, რაც თქვენს მიერ ჩატარებული აი ამ სკრინინგის შემდეგ დამდგარა. ძირითადად როგორია ტენდენცია, ანუ მოსახლეობის უმეტესობას რა დიაგნოზს უსვამთ, ასე ვთქვათ, რას აჩვენებს ხოლმე ტესტი? უმეტესად პასუხი არის ანთებითი პროცესი. უმეტესად რაც არ არის ძალიან საგანგაშო და მარტივად ასე თუ რომელიც არის სამკურნალო. აუცილებლად, იმიტომ რომ შესაძლებელია რამდენიმე წლის მერე მაგ ანთებითი პროცესის მერე დაიწყო უფრო სერიოზული დაავადება, რაზეც ახლა არის საუბარი. და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ვთქვათ, უკვე საშუალოსნოს წყლის კიბო წინამდებარე სტადიები, ან უშუალოდ უკვე მიმდინარეობა უჩვენებია ტესტი. პირველი, მეორე, მესამე სტადია ყოფილა და გაგვიგზავნია თბილისში გამოსაკვლევად და შემდგომში სამკურნალოდ. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? არა ხშირი არ არის, მაგრამ არის. დიახ, ან მოსახლეობის, ასე ვთქვათ, დასამშვიდებლად ვთქვათ, რომ უფრო ხშირად შედარებით მსუბუქი პრობლემებს აჩვენებს ხოლმე პაპ ტესტი. კი ბატონო, დიდი მადლობა და ქალბატონო ნანა, კიდევ ერთხელ მოკლედ რომ ვთქვათ, რატომ უნდა გაიკეთოს, ჩაიტაროს სკრინინგი საქართველოს მოქალაქემ? საქართველოს მოქალაქემ სკრინინგი უნდა ჩაიტაროს იმისათვის, რომ ძალიან დიდი საშუალება მიეცა სახელმწიფოს მხრივ, რომ შემდგომში აიცილონ ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიც არის საშუალოსნოს წყლის კიბო, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, სწორინაწლავის კიბო, რომლის აღმოსაჩენად დღესდღეობით მიმდინარეობს სკრინინგი. გარდა მაგისა, სკრინინგული პროგრამის დროს ჩვენ არა მარტო ფაქტიურად ყელის კიბოს პრევენციას ვაკეთებთ, ხო? ამ დროს ქალს ვსინჯავთ ჩვეულებრივად და ბევრი დაავადება სხვაც აღმოგვიჩენია. თუნდაც დაწყებული სწორინაწლავის კიბოდან დამთავრებული საკვერცხის კიბოთი. იმიტომ რომ ამ პერიოდში, როცა ჩვენ ქალს სინჯავ, სხვა პათოლოგიასაც აქცევ ყურადღებას, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ ფაქტიურად იმ დაავადებების პრევენციასაც ახდენ, რომელიც დაკავშირებულია მეზობელ ორგანოებთან, ხო? ამიტომ ეს არის კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც აუცილებლად უნდა ჩაიტანოს სკრინინგული პროგრამა და საერთოდ ეს არის ზოგადი კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გეთანხმებით, კი ბატონო. და ბოლოს ქალბატონო მაკა ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ სამოავლო გეგმების შესახებ, ანუ სკრინინგ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უფრო მეტად საზოგადოებაში, თუ იგეგმება და რა ფორმით. კი, როგორ არა, თვითონ ამ პროექტის ფარგლებშიც ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა უკვე ფინალურ ფაზაში ვართ გადასული, მაგრამ კიდევ გეგმავთ საინტერესო, სპეციალურად ჯერჯერობით ჩვენი პროგრამა არის მიმართული ახალგაზრდები არიან ჩვენი ძირითადი ბენეფიციარები და მათი დახმარებით გვინდა, რომ მათთვის გასაგებენაზე და მისაღებენაზე გვინდა, რომ ჯერ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ და მე მათი დახმარებით გვინდა, რომ მათ თავიანთ ახლობლებს უკვე მათთვის მისაღებენაზე გადასცენ ეს ინფორმაცია. შევიმუშავებთ სპეციალურ პატარა ვიდეო კლიპს, რომელიც იქნება აბსოლუტურად უახლესი ტექნოლოგიებით და მეთოდით გაკეთებული პატარა ინფოგრაფიკული კლიპი, რომელსაც სპეციალურად დაედება მუსიკაც და ეს მესიჯებიც, რაც ამ ბუკლეტში ამოცემული, ახალგაზრდებისთვის მისაღებენაზე იქნება აქ მოცემული. მოხდება შემდეგ თვითონ ამ პროექტის ფარგლებში მოხდება თვითონ ამ შედეგების წარმოდგენაც და
ჩვენი დიდი სურვილია და ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის, რომ ამ პროექტის რეპლიკაცია უკვე მოვახდინოთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ესეთი მიზნობრივი ასე ვთქვათ გადაჭრა პრობლემის, რაც არის ვთქვათ ადამიანების ინფორმირებულობის ნაკლებობა, სკრინინგ პროგრამის მოცვა, ასე შემდგომ, უფრო კარგი არის ესეთ რეგიონალურ დონეზე. კი ბატონო, დიდი მადლობა ყველა სტუდიაში მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენთან სტუდიაში იყვნენ ქალბატონი მაკა მაღლაკელიძე, ახალგაზრდები საშუალო სყელის კიბოს წინააღმდეგ პროექტის კოორდინატორი, ქალბატონი ნანა გვეტაძე, კოორდინატორი არა, გინეკოლოგი. არა, ქალბატონი მაკა გინეკოლოგი, ქალბატონი ნანა გვეტაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წამყვანი გინეკოლოგი. შეგახსენებთ, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო ან მისი წინამდებარე მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენივე სიცოცხლე გადაარჩინოთ და თავიდან აიძილოთ ფატალური შედეგი, რომელიც დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გარდაუვალია. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.